გამარჯობა. ეთერშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო უდიშვილისგან და მე მაგარესამის სამყარო ვასიკო უდიშვილი გახლავთ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა. ანუ ფაქტობრივად ახლა მთავარი მოსამართლის სკამი უკვე დაკავებულია. ხო და წავალდა ახლა რომელი სკამის თავისუფალი დარჩა, იმაზე დავჭდები. არიქა ხალხო, აქ სრულდა. როგორც იქნა მოგვევლინა ის ნანატრიზი ადამიანი, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის გამართული მარათონი დასრულდა. მისი გამარჯვებული ნინო გვენეტაძეა. ხო, ახლა მთავარია ფინიშის ხაზთან არ დაეცეს. ჩვენ შევარჩიეთ სამეურნეო და მენეჯერული გამოცდილების ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც პარტიულადაც ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გააჩნია. ადამიანი, რომელიც იყო ოპოზიციური პარტიის წევრი მაშინ, როდესაც რესპუბლიკური პარტია იყო ოპოზიციაში, ხოლო 2012 წლის ნოემბერში, როდესაც რესპუბლიკური პარტია კოალიციის სხვა პარტიებთან ერთად მოვიდა ხელისუფლებაში, მან შეაჩერა თავის წევრობა ამ პარტიაში. ჩვენ კანდიდატად ვასახელებთ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს. რაო? რესპუბლიკელი და ყოფილი ახალგაზრდა იურისტიო? და გესმის პრემიერო ბიჭ? არა, გესმის გეკითხები მე შენ. NGO-შნიცას გინიშნავენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, კაცო. მოიცა ეს აღადგეს ახლა შენს დაანონსებულ სამართლიანობას. სასწრაფოდ დაიწყოს ბიზნესჩემმა მისი მოკვლევა, თორემ ხასიათ გამოჩენილი კაცის სიტყვებს ვერ მივანდობ მე პრემიეროვიჩის ნალოლიებებს სამართლიანობას, კაცო. მაგრამ ახლა ბიზნესამ შეიძლება ისე განიცადოს ეს ამბავი, ორი დღე ლოტოსის პოზიდან არ გამოვიდეს, თუმცა მაგას პრინციპში რა ენაღლება? ლოტოსის პოზაში ყოფნა მაინც შეუძლია და ცოტას დამშვიდდება. აი მე იმაზე ვღელავ ზაქარიამ რა უნდა ქნას. მაგრამ ახლა ზაქარია პრინციპში რა უნდა ქნას? ისევ ბიზნესჩემი თუ იზამს რამეს. სერგო, მომისმინე, სამშობლოს შენი დახმარება სჭირდება. რა დახმარება და შეგიძლია რომ სომხეთის საზღვარზე გადაირბინო და გადმოირბინო. მე ისევ გადაირბინო და ისევ გადმოირბინო, გადაირბინო. მიდი, თორემ ახლა გაიტანს მე ვინმე მოღალატე ამბავს ქვეყნის გარეთ, ოცნების მთავრობას ტურისტები აღარ ყავსო. მიდი სერგო, მიდი ძალიან ვჭირდები. ხო. სავიზო რეჟიმის თემას ხელახალი აქტუალობა ყოფილი პრემიერის ინტერვიუმ შესწინა. ბიძინა ივანიშვილი კვირის პალიტრასთან ტურიზმის შემცირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ რეგულაციების გაუაზრებელ გამკაცრებას. მთავარ დამნაშავედ კი საგარეო საქმეთა სამინისტროს ასახელებს. მიმდინარეობს მუშაობა იმ ხარვეზების აღმოსაფრთხებლად, რომელიც გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა უცხოელებს. ხარვეზების გამოსწორებაზე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა. დავით დონდუას თქმით მისმა უწყებამ ამ გზაზე ერთი ნაბიჯი უკვე გადადგა. აბა, ახლა დაფაცურდით ცოტა. ტურისტები მიბრძანებიაო, თქვა ბიზნესჩემმა. ხო და მიხედეთ საქმეს. გამოეცით ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ჩიტებს დაერქმევათ გადამფრენი ტურისტები. ან ყველა ჩემოდანი, რომელიც 20 კილოგრამზე მეც აიწონის, ჩაითვლება ტურისტად. ახლა მაგანაც თუ არ უშველა, მაშინ ახალი წლის ღამეს გავუშვათ ბიზნესჩემი საზღვრებს გარეთ და 12-ს რომ გადაცდება, ოდნავ შემოუშვათ მეკვლეთ. 10 საათზე თუ არ ჩაეძინა, რა თქმა უნდა. და საერთოდაც ახლა კაცო, ტურისტების შემცირება ამ ხელისუფლების კი არა. პანჯიკიძის ბრალია. და თავდაცვაში რა პრობლემებიცაა ის ალასანიასი და აი მეცხრე ბლოკი რომ გამოდის წყობიდან ხანდახან, აი ეგ შევარდნაძის მთავრობის ბრალია. იცი რას ქვია რატომ? რატომ და იმიტომ რომ შეუძლებელია ხა რომელიმე მოქმედი მინისტრი შეცდომას უშავდეს. შეუძლებელი. მოქმედი მინისტრები ერთადერთ შეცდომას უშვებენ ხოლმე და იმასაც მაშინ, როდესაც ბიზნესებს არ უჯერებენ. ხო და არ დაუჯეროთ ამ სტატისტიკას. ტურისტებო, მოდით ბუნება და სამზარეულოს რომ არა, სხვაგან სადნახავთ კაცო ისეთ ქვეყანას, სადაც ტურიზმის პრობლემების გადაჭრაზე ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორის ნაცვლად ჩვეულებრივი მოქალაქე საუბრობს. ხო. თურმე ტელეკომპანია ტაბულას სამყანმა ირაკლი ალასანიას კითხა. 76 ხმა სჭირდება მთავრობის გადაყენებას. თქვენს და ნაციონალურ მოძრაობას ერთად დაახლოებით 58 ხმა გაქვთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ იოლი იქნება 18 დეპუტატის დარწმუნება მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების აუცილებლობაშიო? თურმე ირაკლი ალასანიამ ამაზე უპასუხა. როცა არ ჩანს არანაირი პირი იმისა, რომ ამათ ანტიკრიზისული გეგმა აქვთ, ამაზე შეიძლება ფიქრი. ამიტომ გამორიცხული არაფერი. ახლა ამას კი ვამბობ ხა ჩემო ირაკლი, მაგრამ მე თვითონ არ მჯერა მაგამის, ხო? არ მჯერა ხა რომ შენ ნაციონალებს დაუდგები გვერდში და ასე დაამარცხებ ამ ხელისუფლებას. და რომ არ მჯერა ხა ამისთვის რამდენიმე მიზეზი მაქვს. პირველი იმიტომ არ მჯერა რომ ეს ტაბულას საიტზე წერია. მეორე იმიტომ არ მჯერა რომ ეს ტაბულას ეთერში გითქვამს. მესამე იმიტომ არ მჯერა რომ გადასარევად იცნობ ნაციონალებს.
თან ერთხელ დაჯექი ტაბულას ეთერში და ასეთი რაღაცა გათქმევინეს და მაგათან ერთად რამე საქმეს რომ შეეჭიდები ხა. რას გათქმევინებენ და რას გაგაკეთებენ, მე ხო იცი. ხო, მაგრამ მეოთხე და მთავარი იცი რატომ არ მჯერა? იმიტომ რომ არ ამგონია ხა შენს მიერ არჩეულმა მეთოდმა გაამართლოს. ანუ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ნაციონალებთან შეკრა. ოჰო. რატომ და შედალოცილო ეხლა ამ ხელისუფლებასაც ხომ შვენივრად იცნო. ხო და როგორ გონია ეხლა სხვის წინააღმდეგ ნაციონალებთან კოაბიტაციაში აჯობებ ეხლა შენ ამ ხელისუფლებას? ხელისუფლებას საყვედურობენ ქვეყანაში შემოსვლილი ტურისტების რიცხვი რატომ შემცირდაო? და ხელისუფლება კიდევ პასუხობს შემცირდებოდა, აბა რა იქნებოდა? ადრე წელიწადში 300-ჯერ მარტო მიშა შემოდიოდაო. მარგველაშვილს ეკითხებიან, მთავარ მოსამართლედ ნინო გვენეტაძე რატომ შეარჩიო? აბა ვინ შემერჩიაო? ვინ და ზაქარია კუცნაშვილიო? მიუგო ზაქარია კუცნაშვილმა. არა არს დაფარული, რომელი არ გამჟღავდესო. ჯერ კიდევ როდის თქვა ბიძინაჩემ და ნათქვამად რომ არ დარჩენილიყო, სამოქალაქო სექტორში გადავიდა. თავისი ადგილი კი დაკვირვების ობიექტებს დაუთმო. მერე ბიძინაჩემმა ისიც თქვა, ლუსტრაციას თვით ლუსტრაცია მოხვება. შესაბამისად, ალასანია ამხილა, რესპუბლიკელები გამომჟღავდნენ. მარგველაჩემი ამხილა, მარგველაჩემის ხასიათი გამომჟღავდა. არასამთავრობოები ამხილა და ნახეთ ვინ გამომჟღავდა. ევროკავშირის ყოფილი სპეციალური მრჩეველი. თომას ჰამერბერგი ივანიშვილისგან არასამთავრობო სექტორის კრიტიკას გამოეხმაურა. მე ვიცნობ იმ სამ უფლებადამცველს, რომლებიც ივანიშვილის მიერ დასახელდნენ და მათ მიმართ ძალიან მაღალი ნდობაც გამაჩნია. საქართველოს შეუძლია იამაყოს საკუთარი სამოქალაქო სექტორი. არა, ხედავთ რა ხდება, ხედავთ. მტერი მხოლოდ აწყოში რომ გვეგულება ეხლა თურმე წარსულში წყოლი. კაგებეშნიკისა და ბოზისა არ იყოს ხო? ყოფილი არც ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი არ არსებობს თურმე. მერე როგორი შენიღვა იციან ამ ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველებმა? ეს ჰამერბერგიც ვითომ ეხლა იქ არაფერი იყო, იდგა და აკრიტიკებდა სააკაშვილის ხელისუფლებას და თურმე რისთვის? იმისთვის რომ ის ხელისუფლება მალე წასულიყო და ეს ხელისუფლება მოსულიყო და სწორედ ეს ხელისუფლება ეკრიტიკებინ. მაგრამ არა უშავს. ნიღაბი უკვე ჩამოხსნილია. ფარდაახტილი, ჰამერბერგი გამჟღავნებული. თუმცა საქმის ბოლომდე მისაყვანად რაღაცები კიდევ არის დარჩენილი და იმედია, მასაც მალე მოევლება. რას ქვია რა? რადა ბიძინაჩემს ჰამერბერგის ბიოგრაფიის შემსავლელი ორგანიზაცია აქვს დასაფუძნებელი, ხო და გოგა ხაინდრავას კიდევ მისი როლის შემსრულებელი მსახიობის საფუძველი. კაცო, ერთი რამ გამკვირვებია ხალხო. ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს სულ ეს რუსეთი როგორ პოულობს, ჰა? თან ახლა მარტო ჩვენსაც კი არა, თითქმის ყველას დაკარგულს. ახლა კიდევ აფხაზეთი უპოვიათ დაიძახიან, ვინც იპოვა იმისიაო. მოსკოვს აფხაზეთთან საზღვრის გაუქმება სურს. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა სოხუმში ვიზიტისას განაცხადა. რა თქმა უნდა, ეს საზღვარი არ უნდა მოიშალოს, ჩვენ შორის არ უნდა არსებობდეს საზღვრები. ამას ახალი ხელშეკრულებაც ითვალისწინებს, აღნიშნა სურკოვმა. კაცო, აი ვერაფრით ვერ ხვდები, რატომ უნდა შედიოდეს რუსეთის ინტერესებში აფხაზეთთან საზღვრების მოშლა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ჰა? სერგო მიდი ერთი ბრძენკაც გადაურეგე რა ერთი რა. ეგ ყველაფრის ანალიზს აკეთებს და იქნება ეგეც იცის რა ხდება მან. დაო? ეგეც ვერ ხდება? ხო, მაშინ სასწრაფოდ ისა გაუშვათ აბაშიძე ყარასინთა შეხვედრაზე. გაიგოს რა ხდება. თორემ აფხაზეთის არ იყოს კაცო, რუსების სინაგლესაც უკვე აღარ აქვს საზღვარი და არც არასოდეს ქონია პრინციპი. არა, ღირსები არიან რა. ღირსები არიან რომ ჩვენ წავდგეთ და დავიპყროთ მთელი რუსეთი. ყაბარდოდან დაწყებული, ნოვოსიბირსკით დამთავრებული. არა, ხა თავიდან მართლა ვიფიქრე, დავიპყროთ მეთქი, მაგრამ პრინციპში აი ახლა ვფიქრობ რა. ერთი მაგა დედაც რა. საქართველოსა და უკრაინას შორის მაღალმა კატამ გაირბინა. ირბინა ამ კატამ ირბინა და საბოლოოდ პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. ხო და სანამ ქართული პოლიტელიტა ამის გამო შფოთდა და დრტვინდა, გამოვიდა უკრაინის ელჩი და განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილება არაა და მასზე უდანაშაულობის პრეზუმპცია ვრცელდება. მოკლედ ეხლა მიშა თავისუფალია და სადაც უნდა იქცავაო. ხო, აბა ჩვენ რა გაგვინდა, ჰა? ამ თავისუფალ კაცს რო ვიჭერთ ეხლა, უკეთესი ვინ უნდა გამოვუშვათ, ჰა? უბრალოდ ეხლა თავისუფლება არგუმენტი არ არის, იმიტომ რომ ეგრე ეხლა Wi-Fi-იც კი ახome თავისუფალი, თითქმის ყველგან, მაგრამ იჭერენ მაინც. ო, და ისედაც ეხლა თქვენ ნამაღლარის დაჭერა ადვილი გონიათ. გაგიჟდით კაც. საკუთარი დაცვა ვერ იჭერდა ხომ ეხლა და სხვისი ხომ ით უმეტეს როგორ დაიჭერს. და ისედაც ეხლა არავინ დაიჭერს ნამაღლარს უკრაინაში. რას ქვია რა?
რატომ ახლა სხვა ქვეყნის ექს-პრეზიდენტი რომ დაიჭირო, ვინმე უნდა გირჩიოს ეგ და ახლა პოროშენკოს მრჩევლად ისხავს, ვინც უნდა დაიჭიროთ. ხოდა ჩემი ნამალყარი ახლა პრობლემებს ჭრის იქ და იმტოც კი არა, კაცო, რომელზეც თვითონ ზის. ამიტომ იჯდება მრჩევლად და ბოლო-ბოლო ახლა ვინმე თუ ჩავა ჩვენი დელეგაციიდან, დაიმალება კაცო გვერდზე ოთახში, ან გავა მეზობელთან. რა და გაქცევა და დამალო მაგას არ უჭირს ხოლმე. მე უბრალოდ იმას ვერ ხვდები ხა, რად დანიშნეთ ზებნილი ნამაღლარი ასეთ თანამდებობაზე, ჰა? რათა. ჰა. თომას ჰამერბერგი ამბობს, საქართველოს შეუძლია იამაყოს საკუთარი სამოქალაქო სექტორი. უკვე 2 წელია აქ ვარ და როგორც იქნა დამაფასესო განაცხადა პასუხად ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს პროკურატურა სთხოვს ციბენკოს სასწრაფოდ დაიჭირეთ და გადმოგვეცეთ ჩვენი ძებნილი ექს-პრეზიდენტიო. და ციბენკო კიდევ პასუხობს, მაგას ვერ ვიზამთ. ჩვენს კაცს სააკაშვილის რეჟიმის მიერ დატოვებული ციხისთვის ვერ გავიმეტებთო. ეს გახდათ განაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.